წყლის სარწყავი საკაჩავებელი სისტემა სარწყავი რომელთაც ირწყება ნაკვეთები წვეთოვანზე აგრეთვე ჩვეულებრივი მორწყვის მეთოდით ნახლობელი რუსეთში მუშაობდა ცხოვრობს და იქიდან აქვს პამიდურის ბაღები და იქ ჰქონდა ეგეთი სარწყავი სისტემა და იქიდან თავის ძმა იყო ჩამოსული და ძმა მოგვაწოდა იდეა რომ გავუკეთებინო. გავაწყეთ, ვიყიდეთ შიგული და გადავაწყეთ გავაკეთეთ ესე. ინტერესიანი არის, უყვარს ტექნიკა, მუშაობა უყვარს ჩვილო. აბაზაკი ბავშვები არ არიან, აი რო თქვა რომ გართული ბავშვები იყვნენ, მე არა, მშრომელი ბავშვი, ეგ მშრომელი. გამუშავეთ აგერ ჩვენ მიწასა შეძლებს და გვარას რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია. უმუშევრები არ აქვს ხედავთ, მაგრამ გაჭირება ყველას აქვს. გაჭირება ვის არ აქვს. მთელი გორის რაიონი და კასპის რაიონი იგუეთამდე ამ ტბიდან ირწყობოდა ხოლმე. ეხლა არავინ არ აკაჩავებს, თანხას არ იხდიან და ბუნებრივი ტბა არის ეგ. მერე მლაშე იყო, გაანეიტრალეს, რო შეუშვეს ადრე წყალი და ხმარობდნენ სარწყავათა. აქედან გორისკენ შავშვებამდე ირწყობოდა, იქითა იგუეთამდე ირწყობოდა ბაღები. იქით ხურვალეთიც ირწყობოდა ორტოშანი რუსების ოსების სოფლები. ანუ როგორი აი გუბე რა. აღა იტბა რო იყო, ტბა აღარ არის, იმას ტბა აღარ აქვს, არის გუბე. გუვის რო ის არეულობა რომ მოხდა. საკაჩიმატორები იდგა. დღესაც არავინ არის ის საკაჩიმატორები, საწავიდა, როგორ წავიდა ახლა. ხოიცი ეს რა ქვია, ადამიანს რო პატრონი არ გიყოლება. როგორ ასო იტყვია ხოლმე უპატრონოიო. უპატრონოს ამე წყალი წაიღებს. სეზონზე წელის პირველად გავაკეთეთ პირველი საცდელი ის არის ლობიო დავთესეთ ხალხი სტაფილო და პომიდორი და კინტრინა დავთესოთ პირველი. ხარდი. თოხის მაგვარი არის. მაგრამ ეს უფრო სხვა სტილში აწყობილი არის უფრო. წინბელტი რო ხდება უფრო აფხვიერებს და მერე ბალახის ჭრის აცლის. როცა წყალი იყო, ყველა კმაყოფილი იყო. ნარჩენად იყო წყლები და წეგანაც ვთქვი, რაც ომი იყო 2008 წლიდან საერთოდ წყალი აღარ ყოფილა.